შაბათის მარში ელენე ხოშტარიას და სინდისის სხვა პატიმრებს მიეძღვნება ტრადიციული მსვლელობა სტარტს დღესაც 19 საათზე აიღებს მარშის მონაწილეები პარლამენტთან მივლენ. იქ სადაც 485 დღეა ახალ საპარლამენტო არჩევნებს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის საქმის საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. ამ მარშის მონაწილეებს ლიზი ვეკუა ესაუბრა, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერს უერთდება. ახლა დღევანდელი მარში მიეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც ბრძოლის წინახაზზე იდგნენ და ახლა რეჟიმის ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ასეთია მარში მონაწილე ადამიანების პოზიცია. დღევანდელი მარში მიეძღვნება სინდისის პატიმრებს და ასევე ქალ სინდისის პატიმარ ელენე ხოშტარიას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლის და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მხოლოდ პროტესტის გამო კახიკალაძის ბანერზე დაწერილი ფრაზის რუსული ოცნების გამო, რომელიც პოლიტიკოსმა სოლიდარობის ნიშნად დაწერა. ეს სოლიდარობა ეძღვნებოდა მეგიდი სამიზე სტუდენტს, რომელიც ასევე ამბრალდებით დააკავეს ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. რაც შეეხება დღევანდელი მარშის სხვა გზავნილებს, ცხადია დღევანდელ მარშზე მოქალაქეები კვლავ მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და ასევე ქიმიური ნივთიერების საკითხზე გამოძიებას. როგორც ეს მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, უმნიშვნელოვანესია შაბათის მარშზე ბევრი ადამიანის გამოსვლა, რადგან ქართულ ოცნებას დაანახონ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე არის მათ წინააღმდეგ განწყობილი და ისინი არაპირებენ ბრძოლის შეწყვეტას მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ყოველდღიურად რეპრესიების მექანიზმს იყენებს მათ წინააღმდეგ და არაერთ მოქალაქეს აპატიმრებს ტროტუარზე დგომის გამო, ასევე გზის სავალ ნაწილზე დგომის გამო. მოქალაქეები იბრძოლებენ ბოლომდე, სანამ ამ ბრძოლას ბოლომდე არ მიიყვანენ. შაბათი მარშის დღეა, შესაბამისად დღეს ტრადიციული მსვლელობები განახდება. დღევანდელი მსვლელობა მიეძღვნება სინდისის პატიმრებს და განსაკუთრებით ხაზგასმით ელენე ხოშტარიას მის მიმართ გამოტანილი აბსოლუტურად აბსურდული განაჩენის გამო. ამიტომ გელოდებით დღეს 7 საათზე ფილარმონიასთან. ელენე ხოშტარია კიდე ზედაპირული მიზეზის გამო, რა თქმა უნდა, ბანერზე მარკერით წარწერის გამო რუსული ოცნება იმყოფება ციხეში და როგორც მოსამართლემ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, არის 1 წელი და 6 თვე მისი განაჩენი. 4 შვილის დედა იქნე მოუწევს ყოფნა ციხეში 1 წელი და 6 თვე, რადგან მან გამოიყენა მარკერი. ელენე ხოშტარიას მხარდაჭერის მიზნით და სხვა სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით დღეს ყველა ვიკრიბებით ფილარმონიასთან და ერთად გავემართებით მარშით პარლამენტისკენ. დღევანდელი მარში ეძღვნება ადამიანებს, რომელთა მხრებზე დგას ეს პროტესტი. დღევანდელი მარში ეძღვნება ადამიანებს, რომელთა გაუტეხელობამ და შეურიგებლობამ მოგცა საშუალება, რომ გაგვეგრძელებინა ბრძოლა. დღევანდელი მარში ეძღვნება სინდისის პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, ელენე ხოშტარიას, რომელთა ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ამიტომ ჩვენ მოვალენი ვართ, რომ გქონდეს ჩვენი პოზიცია, გქონდეს ჩვენი პროტესტი და უნდა გჯეროდეს, რომ ყველა სიტყვას, ყველა აზრს, ყველა საქციელს აქვს აზრი. შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შეტანილი ცვლილებებისა, ამ კანონის გამკაცრების მიუხედავად მოქალაქეები მაინც იკრიბებიან ყოველ შაბათს ფილარმონიასთან და შემდეგ ისინი მარშით მიდიან რუსთაველის გამზირამდე. ჩვენ არაერთი შემთხვევა ვნახეთ გასულ დღეებში, როდესაც სწორედ ამ დროს, როდესაც მოქალაქეები ფილარმონიიდან მიდიან რუსთაველის გამზირამდე და გზისავალ ნაწილს რამდენიმე წუთის განმავლობაში იკავებენ. ამ ყველაფრის გამო მოსამართლეებმა პროევროპული აქციების მონაწილეები გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობებში, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მოქალაქეები მაინც არაპირებენ დანებებას. ისინი დღესაც შეიკრიბებიან ფილარმონიასთან და ყოველ შაბათს გამართავენ ტრადიციულ მარშს, რომელსაც სინდისის პატიმრებს მიუძღვნიან.